დამახასიათებელია ძალიან კარგი კლიმატური პირობები. კლიმატური პირობები ადამიანის ორგანიზმში ძალიან მრავალხრივ მოქმედებას აწარმოებს. თუ ჩვენ ვილაპარაკებთ უკვე მთის კურორტებზე, უკვე საქართველოში ზონალობის მიხედვით გვაქვს როგორც დაბალი მთის კურორტები, შუა მთის კურორტები და მაღალი მთის კურორტები. ეხლა რა განასხვავებს მათ? დაბალი მთის კურორტები დაახლოებით 800-1000 მეტრამდეა ზღვის დონიდან. საშუალო მთის კურორტები 1000-დან 1500 მეტრამდე ზღვის დონიდან და 1500 მეტრის ზემოთ 2000 მეტრამდე უკვე მაღალი მთის კურორტები მდებარეობს. მაგალითისთვის აი 1500 მეტრზე ზემოთ უკვე გამეთანებს ბაკურიანისკენ რომ მიდიხარ, უკვე ბაკურიანი მე 1800 მეტრი და უკვე ითვლება მაღალმთიანი კურორტად. მაღალმთიანი კურორტია ბახმარო, მაღალმთიანი კურორტია ბეშური მაგალითად აჭარაში, გომიშთა. თუ ჩვენ ვილაპარაკებთ გუდაურზე, გუდაური 2000 მეტრზე მეტია და ამიტომაც გუდაური უკვე არის სამთუხილავურო, ანუ და ციფრულ არის, ეს არის დასასვენებელი ბაზა, უფრო სპონტული, იმიტომ რომ 2000 მეტრზე უკვე როდესაც ადამიანს მკურნალობა სჭირდება და თქვა, ჩართულია გულსისხლის სისტემის დაავადებები, ჩართულია სხვადასხვა ორგანოს დაავადებები, მათთვის უკვე მით უმეტეს გულისთვის და თვითონაც ძალიან დამტვირთავია 2000 მეტრზე ზემოთ ყოფნა. ის კი არა 1800 მეტრზე, როდესაც ადამიანს აქვს ჰიპერტონული დაავადება, როდესაც გულსისხლისშემიური დაავადება, ძალიან ფრთხილად, ძალიან მხოლოდ საწყის სტადიებში შეიძლება მათი გამგზავრება და მკურნალობა მაგალითად მაღალი მთის კურორტების პირობებში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმი, ეს იქნება ოჯახის ექიმი თუ ექიმი კურორტოლოგი, როგორ შეურჩევს ამა თუ იმ პაციენტს, ესე იგი კურორტს და ეს ყველაფერი უნდა იყოს დამოკიდებული ამ პაციენტის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე. ამისთვის არსებობს შესაბამისი ჩვენებები და უჩვენებები სხვადასხვა კურორტების მიმართ, რომელიც იციან ექიმო კურორტოლოგებმა და უკვე აი ხარგასმით მინდა ვთქვა, რომ ხელაღებით ყველას წასვლა, იცით, როდესაც იმდი საშუალო და ხარშესული ასაკია, არ შეიძლება სურვილის მიხედვით წასვლა ამა თუ იმ კურორტზე. აუცილებლად მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მნიშვნელობა აქვს როგორი დაავადება აქვს, სეზონურობას, რომელ სეზონის დროს როდის შეიძლება ისეთის პაციენტი გავამგზავროთ და აი შედეგიანად იკურნალოს კლიმატური კურორტი იქნება ის თუ ბალნეოლოგიური კურორტი. ძალაჩინათ არის რომ ჩვენს პირობებში ბებიებს და ბაბუებს სკოლის შვილიშვილები წაიყვანონ კურორტზე და დედებს მშობლებს ასწავლიათ, ხო? უნდა განისაზღვროს ბებიას და ბაბუას ასაკი და მისი მდგომარეობა. იმიტომ რომ იმ კურორტზე არა მარტო შვილიშვილმა დაისვენოს, რომ ბებია და ბაბუას კარგად გრძნობს თავს. ჩემში აი ჰიპერტონული დაავადების პირველი სტადია სულად დასაშვებია, რომ ესეთი პაციენტები გაუშვათ ჩემში. თუ იქ სუნთქის უკმარისობა არ არის ძალიან გამოხატული, თუ თქვათ აი გულსისხლის სისტემის მხრივ რაიმე ისეთი დეკომპენსაცია არ აქვს. შესაძლებელია, მაგრამ აქაც ძალიან სიფრთხილით. ჩემი კარგია, ბავშვებისთვის კარგია, საშუალო ასაკისთვის კარგია, მაგრამ საფრთხილო არის გულის დაავადებების დროს თუ ისინი კეთილად არის გამოხატული. სტატუსი კურორტის აქვს განსაზღვრულ ადგილებს, მაგრამ საქართველოში ისეთი კარგი ბუნებრივი პირობებია, რომ სუფთა ჰაერისკული სოფელი, რომელსაც გამწვანება აქვს, რომელთანაც წყალი არის, ეკოლოგიურად სუფთა პირობებია, შეიძლება კურორტად ჩათვალოთ, იმიტომ რომ ადამიანისთვის მნიშვნელობა აქვს სუფთა ჰაერს, სხივების განსაზღვრულ რაოდენობას, იქნება თუ არა იქ სადმე მდინარე ან წყალსაცავი და ლანდშაფტი, ანუ გამწვანება იქნება თუ არა. ისე რომ სოფელში ცოტა აიყვანოს ბავშვები, კლიმატური მკურნალობაა ჩემო კარგო. მთავარია რომ გააცილოთ, აი დიდ ქალაქებს გააცილოთ
მოხს გააცილოთ და დავიძულებულ ჰაერს. მაგალითად, როცა სასუნთქი სისტემის დაავადებებია, ან აი ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ქრონიკული პნევმონია, როდესაც ანემიებია, როდესაც აი ცოტათი ესეთი ნევროზული მდგომარეობა, ყოველთვის ჯობია ფისკლიმატები. და მაგრამ როდესაც გულთან აგვაქვს პრობლემები, მაშინ ჯობია ზღვის კლიმატები ან დაბალი ცის კლიმატები აღისჩიოთ, იმიტომ რომ არ გადავდივართ ზედმეტად გული. იმიტომ რაც უფრო მაღლა ავდივართ, ჟანგბადის რაოდენობა მცირდება, ხარი ხო იშვიათდება, დაწვეთვაც გულზე და სიცხლძარღვებზე მატულობს. აი ამიტომ უნდა დავიცვათ ამ ზედმეტი დადოქილიდან. გამიგეთ, აქედან გამომდინარეა ეს გრადაცია, ვინ სად როდის უნდა გაუშვათ. და მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა აი სეზონსაც კვარშილება ესეთი ცივ პერიოდში გაუშვათ ავანტყოფი პაციენტი თქვა თაში ან იმიტომ რომ შეიძლება იქ უკვე სიცივის ფაქტორმა იმოქმედოს გამოჭაოს მდგომარეობა. რა თქმა უნდა ესეთი სუბუთი თბილი, გაძაფული შემოდგომა, ძაფული უნდა აირჩიოთ. მაგრამ თუ სპორტსმენია და თუ ბავშვის გაჯანსაღება გვინდა, რა თქმა უნდა, იქ სადაც თოვლი იქნება, სადაც ბავშვი სპორტულად კარგად აქტიურად დაისვენებს. რა თქმა უნდა ვეძებოთ ისეთი ადგილები, სადაც არ იქნება ძალიან სიცხე და არ როდესაც ძალიან ცხელი პერიოდებია, არ გავიდეთ საერთოდ მაშინ შევეცადოთ რომ ფაში წავიდეთ, გრილ ადგილებში წავიდეთ და ზედმეტ სიცხეს გავიავარიდოთ.